მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიტყო ყველა ის ადამიანი, ვინც განსასწრებაში ნახართ, პატიმრები მინდა განსაკუთრებით და უცხოეთში მყოფი ქართველი მოვიკითხო და დღეს ყავს სტუმრად მამა ალექსანდრე ბოლქვაძე, რომელსაც სუველოდები ხოლმე და რაღაცნაირად ამ ბოლო ხანს არ არის ხოლმე კარგად, იმიტომ რომ აი მშობელი ფაქტიურად გარდაეცვალა და პატრიარქთან დაკავშირებით აუცილებლად კითხავ მამაოსაც და თვითონვე ხა მამაო როცა მოდის ხოლმე როგორც თვითონ უნდა ხოლმე ესე მიდის ხოლმე ეთერი ყოველთვის და რაღაცნაირად მამაო როგორ შეიძლება დაიწყო ვიზიარებ უპირველეს ყოვლისა იმ წუხარებას და ტკივილს და მადლობთ ასევე ვიზიარებ და გიორგი მოგესალმებით და ესე იგი მე აი როგორი მდგომარეობა ეხა საქართველოში წარმოიდგინე რომ ჯერტი მოხდა რაღაც უდიდესი სასწაული საქართველოს ისტორიაში და არა მარტო ჩვენს ისტორიაში შეიძლება ვთქვათ თამამად სოფლიო მასშტაბით სოფლიო ისტორიაში მოხდა ენით აუწერელი რამ პატრიარქის გარდაცვალება და მისი დასაფლავება ეს იყო რაღაც სასწაული რამ კიდევ ვიმეორებ რომ სტატისტიკა ესეთია რომ ყველა დროის გამოჩენილი ადამიანი სასულიერო პირი იქნება სპორტსმენი იქნება პოლიტიკოსი იქნებოდა თუ ვინც იქნებოდა ხელოვანი მოცემული ესე იგი ვის აი იოანე პავლე რომის პაპის დასაფლავებაზე იქ შემდეგ იმ ბელადების ინდოეთში დასაფლავებაზე რამდენი ხალხი მივიდა ჩინეთის იმპერატორი ყველაფერის თელი სტატისტიკა და ესე იგი პროცენტები არის რომ მოსახლეობის ყველაზე ბევრი მივიდა აითოლას 17% მივიდა ირანის მოსახლეობის და საქართველოში მივიდა 40%. ესე იგი მოსახლეობის 40%. ესე იგი ეს მოხდა რაღაც საოცრებო სოფლიო ისტორიის მასშტაბით. და ჩვენ ახლა პატრიარქზე რო უდიდესი წარმოდგენა გქონდა პირადად მე და შენ უდიდესი, აი უმწვერვალესი წარმოდგენა ეს ხო ვიცით არ გამოგვიტოვები არც ერთი ეთერი არ ყოფილა რომ ჩვენ პატრიარქზე არ გვესაუბრა. თან ისე გაკვირთ კი არა, აი ღრმა და ესე შინაარსიანად და ესე იგი ეხლა უბრალოდ თურმე, თუმცა კიდევ ვიმეორებ ძალიან დიდ სიმაღლეზე ვყავდა პატრიარქი, მაგრამ თურმე ეს galaktikamde ავიდა და ღმერთმა დაგვანახა ეს თუ ეს რა პიროვნება ყოფილა ჩვენ კიდევ არ ვწოდნია ის როცა ჩვენ ლაპარაკობდით პატრიარქზე დიდს და ძალიან ამაღლებულს ზოგიერთი იქ 1-2 უნდა და ესეთი ადამიანი არ მიყვარს ხოლმე ადამიანზე ამის თქმა პატრიარქზე რო ვინმე რამე სიტყვის ხოლმე აღარ შემილია რომ რამე სხვა ვთქვა და იმისა რომ ის ადამიანი უნდა და ნაძირალა რა აი მარტო აი სხვანაირად ვერ ვაფასებ ხოლმე და ღმერთმა ყველას უშველოს და ესე იგი საინტერესო ის არის გიორგი რომ მოხდა ისე რომ ესე იგი ადამი ენუქი ნოე აბრაამი ეს ძველ აღთქმაში შემდეგ ახალ აღთქმაში პავლე მოციქული იოანე ოქროპირი და აი ესეთი აი ამის გაგრძელებაა და პატრიარქი აი ამ სიაშია ამ ხაზის აი ეს რა იყო ღმერთო რა ვნახე და რა გამახსენდა გიორგი იცი რომ მამაო თქვენც არ ელოდებოდით ხო ესეთ გამოხმაურებას არა გიორგი არა ნუ გიორგი ნუ მე ვიცოდი რომ პატრიარქს დასავლეთ ბევრი ხალხი მაგრამ მე სხვა რამე მოხდა გიორგი ხო ეს რა 12 საათი ბავშვებთან სოფლიოს ყველა გადააჭარბა ყველა ადამიანის დასაფლავებას გადააჭარბა რაღაც სასწაული იყო და ხა რას ვამბობ მე რა გამახსენდა პატრიარქი კრებდა ხოლმე სტიხაროსნებს ხუჩაბათობით იყო მე მგონი ძველი საპატრიარქო რო იყო და უწმიდესს უყვარდა აი ესეთი საუბარი ჯერ იწყებდა რა თქმა უნდა თვითონ და მე გვეუბნებოდა აი ერთ სტიხაროსანს ეთყო და შენ რა პროფესიის ხარ ან რა გინდოდა გამოსულიყავი რაღაცა და ყველა რაღაცას ყვებოდა ერთმი მახსოვს ხატვარი ვიყავი ბავშვობიდანვე ხატვა მიტაცებდაო ხატავდიო და ასე შემდეგ და მეორე რაღაცას ეთყო და ჩემი ჯერი რომ მოვიდა მე უთხარი უწმინდეს რომ თქვენო უწმინდესობა მეთქი მე ეხლა რატო ყვები ამას ბოლოში მიხვდებით თქვენო უწმინდესობა მე მინდოდა ოპერატორობა მეთქი რა და ამის გამო ну რა თქმა უნდა საუკეთესო მაშინ საუკეთესო აპარატი მიყიდა მამაჩემმა ზენიტი იყო ისაც მაშინ ყველაზე საუკეთესო ესეთი დასაკოქი ეს იყო მექანიკური ხელით იყო 70 წლები იყო თუ რომელი წლები იყო და ესე და 2 წუთი
ფილმს იღებდა რა სადამდე მივიდა ტექნიკა წარმოიდგინე რა ხდება დღეს ეხა ის სასაცილოა უბრალოდ და ესე ვიღებდი ფილმებს და ფერადოს ისიც ხო მამაო ეგ აღარ მახსოვს ფერადი იყო თუ ფერადო ბევრფერს ვერ აღიქვავდა 1-2 ფერს ხო ალბათ რაღაც უღიმღამო ფერები თუ იქნებოდა და ესე იგი რამოდენიმე ფილმი მაქვს გადაღებული და ესე ჩემთვის სამოყვარულოდ და ესე იგი იქ ერთმა დამავიწყდა ცნობილი ოპერატორი იყო იმან მირჩია ესე გადაიღე ხოლმე იარეო თბილისის უბნებშიო და აბსოლუტურად თბილისის ყველა უბანი ვიცოდი ამას უყვები პატრიარქს რა რომ აი ყველა იქ თაწმინდა ლოტკინი რა ვიცი და ჩამოვიდოდი ავტობუსით მივიდა ჩამოვიდა მე დავდიოდი სულ ფეხით ნუ ყველა უბანი ხარ რო არ ჩამოთვალო ყველა უბანი ერთადერთი როგორც აღმოჩნდა ერთადერთი უბანი ამცოდნე ეს არის მახათა თუ რა ქვია რა და აი პატრიარქმა მანახე ეს უბანი თითქოს ჩემი აღქმა როგორ არის იცი ესე იგი 4-ის ნახევარია და დავადექი კუკის სასაფლაოს ზემოთ ავედი გზატკეცილზე სავსე მანქანებით საცობია და ხედავ მანქანები სამება ქვემოთ მოჩანს ჩაუხვიე ქვემოთ მივდივართ და აი ეს უბანი არის ალბათ მახათა და ერთადერთი უბანი რომელიც აი ხო გეუბნებით რომ მე პატრიარქს უთხარი ყველა უბანი ვიცი მეთქი თბილისს ასე დავდიოდი და აი თითქოს პატრიარქმა ეს გამოტოვებული უბანი მანახა რა და როგორ მომეწონა ეს უბანი გიორგი რა არის თბილისი და თბილისის რელიეფი რომ წარმოიდგინე შენ რომ ქვემოთ ეშვები და სამება რომ ქვემოთ მოჩანს გუმბათი იყო ქვემოთ მოჩანს უბანი იყო მე გათენდა რაღაც სასწაული უბანი აღმოჩნდა და აი თითქოს მე ასეთი ახმაში ვიყავი რომ პატრიარქს რომ მაშინ უთხარი რომ მე ყველა უბანი ვიცი აი თითქოს პატრიარქმა ეს უბანი გამოტოვე შენ და აი ხლა განახებ და რაღაც სულ ყველაფერი აი პატრიარქთან დაკავშირებულია ახლა ეს დღეები რაც არის არა მარტო რა თქმა უნდა ჩემში შენშიც და ყველასთან აი შენ ერთ ადამიანს დაურეკე ხა და როგორი წუხილი რამდენი დრო გავიდა მაინც ხო 3 კვირა თუ რა ხმაზეც ვერ გავიდა და ხმაზეც როგორი ისევ დამწუხრებული იყო ეს ადამიანი ხო და მაგრამ ჩვენ რა მოგვი ხო კიდევ ერთი რამ 1700 წელი უნდა ვიზეიმოთ ახლა ჩვენ ნოემბერში რა მე მახსოვს მეუფე ნიკოლოზი იყო არა აქ ამას მნიშვნელობა ერთ-ერთი ეპისკოპოსი იყო გზაზე ხო ჩვენ ლოცულობთო რომ აი როგორ მეორე რომ პატრიარქი რომ ხო ჩემთან ხო მეუფე ნიკოლოზმა დიახ რომ იცოცხლოს 1700 წელსო ყველა მოესწროსო პატრიარქი მაგრამ ხალხო ვერ მოესწრო პატრიარქი აქ ამ ქვეყნად ფიზიკურად მაგრამ ხალხო მისი გარდაცვალება ეს იყო აი სულ რო ამბობდა პატრიარქი სულ რო ამბობდა პატრიარქი საქართველოს გაბწყინდება აი ეს იყო უდიდესი ზომით და უდიდესი დონით გამოაშკარავება და გამომზეურება საქართველოს გაბწყინების რა ეს პატრიარქი რასაც ამბობდა აი სიკვდილის შემდეგ მოხდა ეს პირდაპირ რა კი ამდენი ტაძრების შენდება ყველა უბანში ძირითადად ნუ საუკეთესო მღვდლები არიან ყველგან ასეთი ეპისკოპატი ყავს ამდენი კი ზოგიერთ ლანძღავენ მაგრამ ჩვენ ხო ვიცით ახლა ჩვენი ეპისკოპოსები როგორი ღირსეული ადამიანები არიან და ნუ ძირითადად ვამბობ მე ძირითადად ყველგან და საუკეთესო ბერები და გამწყინება არის ეს რა თქმა უნდა ახლა ყველგან რომ ტაძრებია ყველგან ტაძარი შენდება ყველგან მონასტერი შენდება ძველი მონასტრები აღდგა ბერები დასახდა იქ და ასე შემდეგ მაგრამ გაბწყინების აი უმაღლესი დონე ჩვენ ვიხილეთ პატრიარქის დასაფლავება ეს რა იყო ღმერთო და იქ 4-ის ნახევარია გიორგი და ჩავდივართ ამ ჩემთვის უცნობ უბანში და რა ძალიან ლამაზ უბანში და ძალიან რაღაც საოცარ უბანში და გადმოვედი და ახლა ფეხით დავდივართ იქით მივდივართ იქით არ გვიშვებენ აქეთ მოვდივართ ახლა მე მეუღლე და შვილი მყავდა მე მიშვებენ მარტო ამათ გარეშე არ მინდოდა და აი ესეთ მდგომარეობაში ვარ და თან დავათვალიერე ეს უბანი და ამ დროს ესე იგი მოდის 4-ის ნახევარია ღამე მოდის ერთი შემთხვევას ვამბობ ესე იყო ძალიან ბევრი მე ვნახე ბავში ყავს კაც მამას ესე იგი 2 წლის ბავში 1 წლის ბავში 2 ასე და ხრებზე მოდის
დედა მოდის ძუძუმწოვარა ბავშვებით, ეს ბევრი ერთ შემთხვევა კი არ იყო, ბევრი იყო ესეთი. წარმოიდგინე რა ხდება. ღამის და კიდევ ვიმეორებ, მე გავიმეორე და მეორდები ისე, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რაც საქართველოში მოხდა, რომ პატრიარქი ალექსანდრის სრულიად აფრიკის ჰიმნოგრაფის საოცარი, ესე იგი უნიჭიერესი მწერალი გიორგი მეორე, რომელმაც დაწერა იოანე ოქროპირის სრული დიდი ცხოვრება და იქ აღწერს იოანე ოქროპირის როგორ შეხვდა, ესე იგი მთელი კონსტანტინოპოლი გამოვიდა და შეხვდა იოანე ოქროპირს, მომავალ კონსტანტინოპოლის პატრიარქს და აი რაც თბილისში ხდებოდა, აი ზუსტად ისე არის აღწერილობა. ეხლა მე რო გადავატვალე, აი რაც იდენტურია, ხო? იდენტური პირდაპირ, აი ერთ-ერთზე ესეთი რამ ხდება და რას ამბობს იცი ალექსანდრის პატრიარქი, რომ ესო არ მოხდებოდა სხვანაირადო, ღმერთმა გააკეთა ესო. გამიგე? შეუძლებელია გიორგი ის, რომ ეს ძუძუმწოვარა ბავშვი 4 საათზე დედა გამოვიდეს, ეს კაცური ამბავით, კაცური იმით არ მოხდებოდა. ღმერთი იყო ჩარეული, აშკარად 100%-ით ეს ვიგრძენით ყველამ და ღმერთმა გამოიყვანა სულ. რაც პირდაპირ მტკიცებულება იმისი, რომ ჩვენი უწმინდესი ეს ეჭვი დავარქვათ ამას თუ რა, ყოველთვის ქონდა ეს აზრი, რომ პატრიარქი უწმინდესი კაცი იყო უკვე სიცოცხლეში და გარდაცვალება მაინც ხო ბეჭედია, ბოლომდე უნდა ხო შეიძლება სიკვდილის წინ რაღაცა მოხდეს, ბეჭედია ის უკვე რომ ნამდვილად და აი რო გარდაიცვალა პატრიარქი, ღმერთმა გააკეთა ეს და ესეთი რამ რაც ხდებოდა, ღმერთმა გამოიყვანა ეს სულ ქალაქში და მთელ საქართველოში, მაგრამ თბილისში ხდებოდა საოცარი რამე და მე ორჯერ მქონდა ცდელობა, ერთი იყო 2.5 ერთი დღე რო გავედი და ვერ მოვახერხე და მეორე აი ეს და ამიტომ აი ღამის ამ 2 საათზე 4.5-ზე 2 დღის განმავლობაში მე ვხედავდი იქ უბრალოდ რა ხდებოდა. ნუ აღარ ვამბობ დღის განმავლობაში რა ხდებოდა. საინტერესო იმით არის რომ ღამის 3-2-ზე და 4 საათზე რომ ესეთი ამბავია, ნუ ეს იყო ბრწყინვალე დღესასწაული, ეს იყო საქართველოს გაბრწყინება და აი რომ გული გწყდებოდა, რომ გვინდოდა პატრიარქი მოსწრებოდა 1700 წელის, აი ეს როგორ უნდა ვთქვა, მაგრამ პირიქით, აი პატრიარქი უკვე პატრიარქმა შეახვედრა ამ დღესასწაულს, წინაპირობა გააკეთა საქართველოს გაბრწყინება. მოამზადა. ო რაღაცასაც. და მამა მაინც დაფასდა ხო პატრიარქის ღვაწლი. ისე დაუფასებელია, მაგას კიდე ჩვენ ვერ გავიგოთ, ალბათ ათეულობით წლები ჭირდება, რომ აი ამ დიდ გენს მართლა რო ჩაწუდე მის ნაბიჯებს. მამა როგორ რაღაცას აკეთებდა, ჯერ ამდენი ადამიანი, რომელიც არ უნდა დაბადებულიყო, დაიბადა მისი იმით, რომ აი ესეთი რაღაც გამოაცხადა, ხო? და რამდენი რაღაცა აქვს გაკეთებული. მამა თუ შეიძლება სხვათა შორის მე უფე ნიკოლოზმა გაიხსენა ჩემთან, მამა რახანც ახსენეთ, სიკვდილით დაждა თურმე მას მოუთხოვია და პარლამენტს მიუღია, მე რომ გაუქმებულიყო მამა. პატრიარქმა ხოვა რომ გაუქმებულიყო, იქამდე თურმე იყო. და ესე იმას უკრია და ძალიან ბევრი რაღაცა თურმე ეს ცნობილი დროშა მაგალითად რომელიც გვაქვს ახლა კი იყო რაღაცნაირად ცნობილი, მაგრამ ამის დამსახურებაა დიდი, რომ დღეს ეს დროშა გავგაჩნია და ბევრი რაღაცეები თურმე ძალიან და მამაო კიდე რა შეიძლება გაიხსენოთ ისეთი რაც ჩვენ წინ დაგხვდება. აი მამაო აი ესეთი გაბრწყინებული ეკლესია და რას უნდა გაუფრთხილდეს თუ შეიძლება, იმიტომ რომ ნახეთ მამაო პატრიარქმა ემხელა სიყვარული გვაჩვენა, ამ ხელა ერთიანობა, მაგრამ მე სამწუხაროდ ჩვენ და რაღაცა დრო გადის და ადამიანები მაინც ჩაერთვებიან თავის პირადში და ამ პირადიდან გამომდინარე მაინც ვეღარ ვიცლით ერთმანეთისთვის და იქ მამო ისეთი ერთობა იყო, ყველა ერთმანეთი აი რიგსაც არ არღვევდნენ, ისე მოდიოდნენ ადამიანები და აი რა უნდა გავითვალისწინოთ, რა იყო მისი ოცნება. აი ესეთ საქართველო კი იყო მის გასვენებაში როგორიც იყო ოცნება მისი, მაგრამ აი კიდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ მე ჩაივლის მამო ეს დღეები და შეიძლება ისევ ქართველებმა ერთმანეთის არ დავინდოთ და აი რა უნდა გავაკეთოთ მამა იმისთვის მე მაინც ვფიქრობ რადგან აქ უზარმაზარი აი უსაზღვრო მადლი ტრიალებდა საქართველოში და თბილისში განსაკუთრებით ეს ქართველობას არ დაავიწყდება. ეხლა წარმოიდგინეთ იქ აი 8-9-10 წლის ბავშვიდან და ნუ მეტი მით უმეტეს აი ასეთი ხნის ადამიანებიდან დაწყებული
ალბათ საუკუნე ემახსოვრებათ სულ ეს ამბავი. აუცილებლად ემახსოვრებათ, იმიტომ რომ ეს იყო ღვთისმაზლი, ეს რომ უბრალოდ კაცური ბუნებით ყოფილიყო გაკეთებული და ღმერთი არ ყოფილიყო ჩარეული, ალბათ მართლა მალე დაგვავიწყებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ღვთისმადლი რომ ყველას გულს შეეხო, ქართველების გულს შეეხო, მუსლიმების გულს შეეხო, წარმოიდგინე და იქ თავიანთ დღესასწაული მიატოვეს და სასწაულები ხდებოდა ხალხო და მსოფლიო ისტორიაში მე რაც შემეძლო გადავხედე, რაც შემეძლო იქ იმას ინფორმაცია მოვიპოვე ხო ხელოვნურ იმას რა ქვია ინტელექტს რო ეკითხებიან და ყველაფერი რაც მახსოვდა წიგნში ჩავიხედე და მსგავსი არაფერი მსოფლიო ისტორიაში არ ყოფილა. ერთადერთი რაც შეიძლება რომელიც შეიძლება შევადაროს თუ შევადაროთ იმას თუ იდენტური იყოს ხო? იდენტური იყო ეს ხო თამარ მეფის გარდაცვალება, სადაც მთელი საქართველო მივიდა დასაფლავებაზე. ესეთი არ ყოფილა არც ილია ჭავჭავაძის დროს, არც გალაქტიონ ტაბიძის დროს, იმიტომ რომ მაშინ ძალიან ბევრი ხალხი მივიდა, არც ერეკლე მეფის დროს. ერეკლე მეფის დროს 50,000 ძალიან ბევრია, მაშინდელი იმით პროცენტობითაც. ხო, ეხლა ყველაზე ცოტა ვართ. 3 მილიონამდე ვართ, მამა. და ესე იგი ეს ამბავი იყო რაღაც სოფლიო ნიშნობის. ამიტომ პატრიარქმა ხო და იმას ვფიქრობდი, რომ უწმინდესმა ესე იგი როგორ მოიპოვა, როგორ გააკეთა ღმერთი, როგორ აი ესე მოიახლოვა და დაახლოვა და საქართველოს გულში ჩაახუტა ქრისტეს და ღვთისმშობელს. როგორ მოახერხე ეს პატრიარქმა და ხშირად ვფიქრობ ხოლმე და ერთ-ერთი სულ ბოდიში და ბჭყალებში ვთქვათ ზოგჯერ მომაბეზრებელად თითქოს მაპატიეთ ამ სიტყვაზე პატრიარქს სულ სიყვარულს გაიძახოდა რა. სიყვარულია მთავარი, ხშირად სიყვარულია მთავარი და აი ზუსტად ეს იყო. ესე იგი პატრიარქს იმხელა სიყვარული ჰქონდა თითოეული ადამიანის და არა მარტო ქართველის, ხომ მოგიყევით იქ ლეკი, რომელმაც ქართველი კაცი მოკლა, ეს ხო ძალიან მძიმე რამე იყო, მაგრამ სიკვდილმისჯილი იყო, ის დახვრიტეს. და მაინც მძიმე იყო, ხო, ადამიანი რომელიც დახვრიტის პირას ხარ, ის ადამიანის კი გულში ჩაიხუტა რა. ჩემთვის გაუგებარი იყო, მაგრამ ეს მართლა დიდი კაცისთვისაა გასაგები და მე რა მახსენდება, იცი, ბაბილა მახსენდება, ბაბილა, რომელიც იმპერატორს ამხელს, რომ შევა ეკლესიაში, მოკიდებს ქეჩოში და გამოაგდებს, იმიტომ რომ ეს იმპერატორი იყო საშინელი ადამიანი, პატარა ბავშვი შეწირა კერპებს რა. და თან ძევალი ბავშვი და გააგდო და ნუ რა თქმა უნდა ბაბილა დაიჭირეს და მოკლეს, მაგრამ სანამ მოკლავდნენ, ბაბილა იჯდა საკანშიო და ტიროდა იმპერატორსო, შეეცოდა იმპერატორი, რომელიც გამოათრია ეკლესიიდან და იმპერატორს ტიროდა, ცრემლი ტიროდა ბაბილა ეპისკოპოსი იმპერატორს, ხო და რაღაც ესეთი კაცი იყო პატრიარქი რა. აი ჩვენ რომ ამაღლებდით და გძნობდით ამას და იმიტომ ტყუილა არ ვამბობდით უწმინდეს. მე პირადად მე სანამ რაჭაში ვთქვათ პატრიარქი მაკურთხებდა და გამიშვებდა, ძალიან სიახლოვეში ვიყავი პატრიარქთან, სიონში ვიყავი. იქ რჩებოდი ხოლმე სამშაბათობით 24 საათიანი მორიგეობა მქონდა და ესე იგი ხედავდი რომ უწმინდესი როგორი ყურადღებით იყო ყველასადმი, გამოვლელი ადამიანისადმი, ეკითხებოდა სიონში ჩავიდოდით ხოლმე როცა სეირნობდა პატრიარქი ეზოში, უცხო ადამიანი მისულა პატრიარქთან, უთქვია რამე დაინტერესებულა პატრიარქი დახმარების ხელი გაუწვევა, არავის ატოვებდა რა, აბსოლუტურად. ხო და აი მისი ეს მოსიყვარულე გული, რომელიც მე მოიცვა, იცი, მთელი სფერო მოიცვა, ყველა მოიცვა. ეხლა ოპერაში დადიოდა პატრიარქი, ოპერისთვის ეცალა პატრიარქს. ან ნუ თეატრი ეხლა ძალიან ისეთ ჩემთვის ძალიან მიყვარდა თეატრი და ჩემთვის ძვირფასია თეატრი, მაგრამ ნუ ისე ვთქვათ, პატრიარქი თეატრში ხშირად დადიოდა. და რატო აკეთებდა ამას ყველაფერს, რომ აი ეს თეატრალები, ეს ბალეტმეისტერები, ბალერინები, აი ეს ყველა სფერო მოეზიდა ეკლესიაში და მოიზიდა განსაკუთრებით ინტელიგენციასთან ჰქონდა ისეთი კავშირი, რომ
და ამიტომ იყო რომ მის გვერდით ჩვენ ათეული წლების მანძილზე ვხედავდით ხო წირვაზე ჩვენს აკადემიკოსებს, პროფესორებს, გამოჩენილ პოეტებს, გამოჩენილ მსახიობებს, რა დამავიწყეს ვერიკო ანჯაფარიძე რომ მოდიოდა ყოველ სამშაბათს და ესწრებოდა პარაკლისს, რა დამავიწყებს. ეს იყო სულ ყველაფერი პატრიარქის ძალისხმევით და სიყვარულით გაკეთებული საქმე. ასე რომ მე ასე ვფიქრობ, გიორგი, რომ ისეთი სოფლიო მნიშვნელობის ამბავი მოხდა პატრიარქის დასაფლავების დღეს, რომ ეს საქართველოს არასოდეს არ დავიწყდება. არც ერთ, 10 წლიდან დაწყებული ბავშვები, მერთმა აცოცხლოს 100 წელი ყველა, 80 წელი მათ არასოდეს არ დავიწყდებათ ეს ამბავი. და არავის ჩვენ სანამ ცოცხლები ვიქნებით. და მამაო, თუ შეიძლება, ერთი კითხვა მაქვს კიდე ისეთი, რომ ხა ამ ხელა ბუმბერაზე ადამიანი წავიდა და მართლა მთელი ისტორია შექმნა და ადამიანები მეუნებიან განცდა აქვთ, რომ თითქოს არ დაგვაკლდაო და პირიქით გვავსებს. პატრიარქს თქვენ იცით, რომ არ უყვარდათ მისით, რომ წუხდებოდა ვიღაც. არ შეგაწვა, გარდაცვალებაც ისეთი ქონდა, რომ არ შეაწუხა ხალხი ის იმით რა, ხო იცით რაღაცნაირად და რაღაცა მადლი მოდის ისეთი, რომ ყველასათვის თვითონ ცოცხალია და ისევ აქ არის რა. და ამ შემთხვევაში მამაო, რასთან გვაქვს საქმე და რატო არის ეს განწყობა რა? თითქოს წარმოგიდგენთ, ამხელა ტრაგედია მოხდა, ის ერს დააკლდა ამხელა წმინდანი აქვე. ზეციდან არ დაგვაკლდება, მაგრამ აქვე ამხელა ტრაგედიაა, ხო? მაგრამ ამ შემთხვევაში მამაო, რასთან გვაქვს საქმე, რომ ვერ გზნობთ იმ დიდ იმას, რა ქვია, ისე ვერ იმაშვებით. გონია რომ თითქოს კიდე აქ არის. რა თქმა უნდა. ესე იგი, მე პავლე მოციქულს რატო შევადარე, ესე იგი, პატრიარქი მას ჰქონდა ეს თვისება განსაკუთრებით, შენ რომელიც ეხა თქვი, რომ არასოდესო არ შეგაწუხებდა, დისკომფორტს არ შეგიქმნიდა პატრიარქი პირიქით, მის გვერდით სულ კომფორტში იყავი რა. თუ მის გვერდით იყავი, ნუ ეხა ცოტა ასეთი კუთხითაც რო დავინახოთ, წირვის შემდეგ დიდი ტრაპეზები იყო, ტრაპეზზე ხო არაფერი არ ეკვა. ყველას გასაჭირს გაქვს. მოკლედ და მე ის ტრაპეზი ვისაც უჭირდა, სულ მიქონდათ ყველას ეხა ვაგვირდებოდი, ხო? ვინც იყო ახლა ვიცოდი ურიგებდა ხა ის იყო ეს მოიტანდნენ კალათებს, ჩააწყობდა ეს ხო იცოდა პატრიარქს და ეს პატრიარქის მოწყალება იყო რა. მოკლედ მის გვერდით ყოფნა იყო კომფორტში ყოფნა რა, დისკომფორტს ვერ იგრძნობდი პატრიარქის გვერდით და ესე იგი ეს საერთოდ ცნება ახალი აღთვის პავლე მოციქულის პირით თქმული, რომ იქ კოლასელებს ეუნება, იქ კორინთელებს ეუნება, სხვებსაც ეუნება პავლე მოციქული, რომ მეო ამასო, იმიტომ კი არ ვაკეთებდი, რომ თქვათ მე იმიტომ კი არ მოვედი თქვენთან, რომ მოიცე როგორ აიცი, მოკლედ მე მინდოდა რომ არ შემეწუხებინეთ თქვენ პავლე მოციქული ამბობს და იმიტომ ვაკეთებდი ამა თუ იმ ქმედებასო, რომ თქვენ არ შემეწუხებინეთო, გამიგე? ეს თვისება ქონდა პატრიარქს, რომ რასაც აკეთებდა, რომ რისი სხვიში შეწუხება, ესე იგი ყველაფრით რაც მას შეეძლო და მას ბევრი რამე შეეძლო, ხა უბრალოდ უმდიდრესი კაციც იყო, ხო და აკეთებდა ყველაფერ ამას. პირველი სულ ამბობ ამას, პირველი უფასო სასადილო შექმნა პატრიარქმა, გააკეთა პატრიარქმა, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს კარის ეკლესიის წინ. ასე რომ ის რომ პატრიარქს ჩვენ მართლა ვერ ვგრძნობთ, 1700 წელი რო ვახსენებთ, ესე იგი ჩვენ 1700 წელს პატრიარქის გარეშე ვეღარც ვამბობთ ამას, იმიტომ რომ პატრიარქმა ეს რაც მოაწყო, ღმერთმა მოაწყო პატრიარქის დამსახურებით, ხო? და ღმერთმა ამ დამსახურების გამო ესეთი რამე მოგვიწყო ჩვენ, ეს იყო უკვე შეხვედრა იმ 1700 წელთან, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წელთან და კიდევ ვამბობ, რომ ჯერ პატარა დრო გავიდა და მე ეს ერთი რამ თქვი, ის თქვი კიდე ნინო რომ არ უშვებდა პოლიცია და რომ გამოვედი მარტო მივდიოდი, პატრიარქს თქვა უწმინდესო, გეხვეწები, შენ ხო გვაკურთხე მე და ნინო ერთად რომ ვიყოთ, პატრიარქმა რომ დაგლოცა თავიდანვე, გეხვეწები შენს ცხედართანაც ერთად მოგვიყვანე და ამას ვამბობდა ნინო მეძახის. გამიგე? მამაო დამელოდებო, გამიგე? ესე იგი
პატრიარქმა უკვე იმდენი რამე ამიხთინა მე და იმდენმა თქვა რომ პატრიარქი გვეხმარება ეხა ზურამანსკა უსერიოზულესი კაცი უდიდესი ხატმწერი ხო იმან მითხრა რომ რამდენ რამეში მეხმარება პატრიარქი წარმოვიდგინე რა ასე რომ აი ვერც აღვიქვამთ რომ რა სიკვდილი სიკვდილი რა თქმა უნდა პატრიარქი იმ ქვეყნად არის და პატრიარქი იქნება ჩვენს გვერდით ყოველთვის და ჩვენ უკვე იმ ხელა შემწექვავს აი როგორც წმინდა გიორგის ვეხვეწებით წმინდა ნინოს ვეხვეწებით ნიკოლოს ვეხვეწებით აი ასე დონეზე უკვე ვეხვეწე მე პირადად და ყველა პატრიარქს და გვისრულდება ყველაფერი უკვე არის ეგეთი ხატები რომ მამა გაბრიელთან ერთად ხატავენ ხოლმე ხშირად და არის კიდევ გაბრიელი უდიდესი წმინდანია მაგრამ ის რაც მოხდა პატრიარქს ვერანაირ ვერავინ ვერც ერთი თანამედროვე წინა საუკუნის იმის წინა საუკუნის წმინდანი ვერც ერთი ვერ მიიღო პატრიარქთან ნუ ეს ცხადია რომ ხო ნუ რაოდენობით ხალხის სწორად რო გაიგოს ხალხმა რაოდენობა ხალხის მართლა რაღაცა თან მამა ისა რა ქვია პერიოდი არის ისეთი რომ მამა ძალიან ცოტა ადამიანი არის დარჩენილი და ძალიან პრობლემული პერიოდი არის ისეთი რომ სულ ყველა მუშაობს რაღაცა და მაინც მამა 12 საათი რიგში იდგნენ ადამიანები და მოდიოდნენ არა ნუ კიდე გიმეორებ ამაზე ალბათ დაიწერება სასწაულები ხდებოდა ჯერ მე რაც ვნახე იქ იმ ორი ღამე შვაღამე და მამა აი რა გაიხარდება აი მაგალითად აი ვიღაცა ადამიანები მაგალითად ჩემი მეგობრები ვიცი რომ ყველა წყენა დაივიწყეს ბევრმა სხვისი რაღაცა აი მართლა აი როგორ უნდა იმას ქნათ იმიტომ აი პატრიარქის პატივისცემა მამა აი ხშირად ამბობ ხოლმე ბევრი ადამიანი რაღაცას იხსენებს მაგრამ მე გავიხედავ ხოლმე და სათანადოდ ვერ მიყავს ცხოვრება და ანუ მე ჩემ იმას კი არ ამბობ რომ რაღაცა ჩათვალე თუ შეიძლება ჩემ თავზე ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში და აი რა უნდა გავაკეთო სხვას არ განვიკითხავ ამ შემთხვევაში უბრალოდ რა არის იცი ძალიან კარგია რომ ამბობ რომ აი პატრიარქთან ერთად და პატრიარქმა ეს მაგრამ ცხოვრების წესით როგორ უნდა გავახაროთ პატრიარქს ეგ უხაროდა რომ შე რო წესივრად და კარგად იქცეოდი მე თორე შეიძლება ბევრჯერ ვახსენო პატრიარქთან დღე და ღამე ვიყავე მაგრამ გარეთ გამოვიდე ცუდად ვიქცეოდე და ეგ სულ არ უნდა ახსენო როცა ცუდად იქცევი ხო და აი მის უკდავ სამყოფად ჯერ ისედაც თვითონაც ამტკიცებს ამ ყველაფერს მაგრამ ჩვენ პირადად მამა როგორ უნდა ვცეთ პატივი იმიტომ რომ აი ეს ხასიათები მამა რაღაცნაირად შემორჩენილი არის და მაინც ვერ გამოგვასწორა აი ამ ხელა ტრაგედიამაც რა თუ შეიძლება მამა მე ვფიქრობ რომ დიახ და ასეც იქნება ალბათ რომ მის საპატივცემულოდ ბიჭებს უნდა დაარქვან ილია. ძალიან ბევრი ილია. ძალიან ბევრი უნდა და ეს ასეც იქნება, რომ პატრიარქის პატრიარქის საპატივცემულოდ ესე იგი უნდა დაარქვან ბიჭებს ილია. ეს იქნება ნამდვილად ასე მჯერა და ძალიან ბევრი ილია დაიბადება ძალიან და ეს აი იქნება ერთ-ერთი პატივისცემა პატრიარქის და საერთოდ პატრიარქის პატივისცემა ის იქნება რომ პატრიარქს უყვარდა ასე რომ საქართველოს ეკლესიაო არისო ფილადელფიის ეკლესიაო ესე იგი ფილადელფიის ეკლესია იყო ეს რა ქვია მოხსენებული როგორც ყველაზე ესე იგი დიდი ფილადელფიის ეკლესია რომ დიდი სიყვარულით გამორჩეული ეკლესია და აი ყოველთვის ამბობდა რომ ფილადელფიის ეკლესიას არისო ფილადელფიის ეკლესია სიმბოლურად არისო საქართველოს ეკლესიაო და მართლაც ქართველი ერიო და მართლაც ესე იყო რა მთელი ისტორიის მანძილზე რომ წარმოვიდგინე ვერც ხანდახან რომ გადავხედავ ხოლმე ესე იგი საქართველოს ისტორიას აი უნდა ადიდო ღმერთი და იწამო ქრისტე ათეისტი რო იყო უნდა გახდე მორწმუნე იმიტომ რომ რა ვეშაპ იმპერიებთან ქონდა საქმე ნუ გამორიცხულია ყველანაირად ჩვენ დავჩენილიყავით ქრისტე არსებობა ნუ თუ ქრისტიანება დავჩებოდით ჩვენი არსებობა აი ნუ შეუძლებელი იყო ესა და ჩვენ მაინც გავაკეთეთ რატო იმიტომ რომ ეს იყო ღმერთი იყო ჩარეული და ზუსტად ჩვენ რო გქონდა სიყვარული ქრისტესი ღმერთი დაგვეხმარა ამის გამო და გადაგვაჩინა და მოგვიყვანა აქამდე და თან როგორ მოგვიყვანა ხალხო მოგვიყვანა რაღაცა უბადრუკად და დაბიოდ და იმათ კი არა ღირსეულად ვართ უნიჭიერესი ხალხი მთელ მსოფლიოში წარმოვიდგინე ხა გადახვევა მომიწევს ეხლა მაგრამ არც არის გადახვევა წარმოიდგინე რომ მე უსმენდი ტელევიზორს და ესე იგი ზამთრის ოლიმპიადა ნუ ზაფხულის ოლიმპიადა ავიღოთ პროცენტულად თურმე პროცენტულად
მათემატიკის გენია, ხო იცი, რომ ჩართავს სასწაულია მათემატიკის მეცნიერება, საფუძველია ყოველი მეცნიერების. დედოფალია მეცნიერების ესე ამბობენ, ესე იგი გამოჩენილი ადამიანები და ესე იგი ეს ზაფხულის ოლიმპიადის პროცენტულად ყოფილვად პირველ ადგილს. იმიტომ რომ 3 მილიონი ნახევრიანი ერი რო აიღებ 4 ოქროს მედალს, 3 ვერცხლის და რამოდენიმე ბრინჯაოს და იქ მეოთხე, მეხუთე ადგილზეც გასული უამრავი იყო, ეს ნიშნავს, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით პროცენტულად შენ ხარ ყველაზე ძლიერი, ესე ყველაზე უნიჭიერესი ხალხი სპორტში, ყველაზე უნიჭიერესი ხალხი თეატრალური, თეატრში, მსახიობა, რეჟისორობა, მე მახსოვს ესე იგი რობერტ სტურუას სპექტაკლი რო რიჩარდ მესამე გავიდა ის გაზეთების სულ შენახული მქონდა და ალბათ მექნება რო გავიდა ლონდონში რიჩარდ მესამე ნუ ინგლისელები გაოცებული წერდნენ ძალიან ცნობილი რეჟისორები წერდნენ რომ ქართველებმა გვასწავლეს შექსპირი როგორ უნდა დავდგათ გესმის შენ და პიტერ ბრუკი ეს რეჟი ესე იგი როგორც ანდრია მორუა ლიტერატურა ცოდნეში ყველაზე ძლიერი ესე თეატრ ცოდნე ყველაზე ძლიერი იყო პიტერ ბრუკი და რობერტ სტურუა შეყვანილი ყავს 5 თეულში სოფლიო 5 ყველაზე საუკეთესო რეჟისორებში ოღონ მეხუთე ადგილზე კი არა აი 5 თეულში რომელიც პირველია რა ყველა პირველია ყველა მეორეა ყველა ესე იგი რა ნიჭიერები ნუ მე არ ვიცი ესე ანუ ღმერთმა ესე მოგვიყვანა მე ვფიქრობ აი ამ დამსახურებისთვის რომ ჩვენ აი ესე დავსდეთ ჩვენმა წინაპრებმა და ჩვენც დავდებ თავს და ბოლომდე დაგვადებინოს ქრისტესთვის თავი ღმერთმა ამის გამო ქართველები აი ესეთი უხვად მოგცა ღმერთმა ნიჭიერება უხვად ყველა სფეროში სპორტი იქნება ეს მსახიობობა იქნება რეჟისურა იქნება მხატვრობა იქნება თუ რა ვიცი ყველაფერი ხა რასაც რამდენი გამოგონება ქართველებს აქვს ფიზიკაში რა ვიცი მე ქიმია მათემატიკა მამო თუ შეიძლება რომ გკითხოთ ეხა აუცილებლად მინდა გკითხოთ და ყველაზე მაპატია ყველაზე დიდი ასე თქვათ ღირსეული და ყველაზე დიდი ამაღლებული რაც ჩვენ აუმაღლდით ეს გააკეთა პატრიარქმა ეგ უნდა მეკითხა ზუსტად თუ რას გამოარჩევდით თქო იმიტომ რომ აი ზოგი ამბობს აი მაგალითად სასულიერო პირების რაოდენობას მორწმუნეების რაოდენობას რაც პატრიარქი მოვიდა იმის მერე რა ამდენი ეპარქია ჩამოყალიბდა ამდენი სასულიერო ზოგი ამბობს აი ამდენი მორწმუნეა ამდენად ისა რა ქვია თქვენ რას გამოარჩევდით აი ერთ-ერთი აი სამი რაღაცა მნიშვნელოვანი რაც აი პატრიარქისთან ასოცირდება მამო ხო ნუ აი ყველაფერს ალბათ მაინც ყველაზე დიდი იყო უფრო აი რას აი რას მიიჩნევთ მამა იმ თავარი მათ რა ქვია ხო ეხა როდესაც უწმინდესი ამბობს რომ მეო მიმაჩნია თავარი რომ 7 გზის ლოცვა შემოვიღეო და ერთიანდება საქართველო ნუ როგორ გითხრა ეს ძალიან კარგია ძვირფასია და დღეში 7ჯერო ილოცებ და გახსოვს და გინდა ხანდახან ვერ ახერხებ მაგრამ გინდა და ორიენტირი გაქვს მაინც რომ ყოველი 3 საათის დროს ილოცო ეს მართლა დიდი მიღწევა პატრიარქის ყველაზე დიდი მიღწევა ჩემო ძვირფასებო არის მისი უდიდესი სიყვარული გამომჟღავნებული ყველასადმი მაგრამ ეს უბრალო რამე კი არა ეს ნიშნავს იმას რომ ის თავსდებდა სისხლძღვრიდა ამისთვის იმიტომ რომ სიყვარულს მტკიცება უნდა ხო ის მიდიოდა ყველა ღარიბის ოჯახში ყველა გაჭირებულ ადამიანთან თუ თვითონ ვერ ახერხებდა ყოველთვის ერთ-ორ ადგილზე მეგამაგზავნა უწმინდესმა და ასე რომ ყველას წუდებოდა აბსოლუტურად და აი მისი დამსახურება იყო ეს რომ უმწვერვალეს საქართველოს ისტორიაში მე ვიტყოდი რომ ვერავინ ვერ შეძლო ალბათ ის რაც პატრიარქმა ილია მეორემ გააკეთა რომ იგი იყო აი გადაფარებული ყველა ქართველისადმი მე მახსოვს იქ არ მინდა ხა ადგილი დავასახელო იქ უცხო ტომები ცხოვრობდნენ და ერთი ოჯახი ქართველი ოჯახი იყო და ძიმე მდგომარეობაში იყო რა ну ალბათ არ ვიცი ხა რატომ აღარ მახსოვს ღარიბი ხო ну არ ვიცი რა იყო და რაღაცა პრობლემა იყო და უწმინდესმა ესე 1 საათი ელაპარაკა იმ გამგებელს რაღაცებს თხოვდა აქედან მახსოვს ერთ-ერთ ეპისკოპოსს ელაპარაკა თუ არქიმანდრიტს ელაპარაკებოდა
მოკლედ ამ ოჯახზე 1 საათი ელაპარაკა რომ ესე უნდა გავაკეთოთ და რა თქმა უნდა იმას მიხედავდა კიდევაც პატრიარქი. ესე იგი არაფერი არ რჩებოდა მის გონებას აი ესე და სულ ქართველებზე იყო მიყვარხარ საქართველოს ჩანაწერო ის იქ თითქოს მარტო გული ამბობს იქ პატრიარქი აი პატრიარქის გული ამბობს თითქოს მიყვარხარ საქართველოს და ეს იყო ნაღდი სიტყვები და აი ამ დიდმა თავდადებამ მოიტანა ის რომ მასიურად მიიზიდა პატრიარქმა ეს არის მისი ყველაზე დიდი დამსახურება მიიზიდა ესე იგი ყველა ქართველი ეკლესიისადმი და რა ვიცი ყველაზე დიდი დამსახურება ეს არის და ის ყველაფერი რაც პატრიარქმა მოახერხა რომ უზარმაზარი ჩვენ გაოცებულები ვართ ახლა გელათით, ბაგრატით, ხირსათი იმ ალავერდით ხო სასაული ოშკით, სვეტიცხოველი სამთავროში სამთავისი სასაული ბიჭვინთის ტაძარი, რავი, ყველა ჩვენი სასიქადულო ოთხთა, ბერთა, რა ვიცი, ხანძთა, რა ტაძრები არ გვაქვს, ჩემო ძვირფასო, წუღრუღაშენი, ახლა რო დავიწყოთ, გენიალური ხუროთმოძღვრების ძეგლები გვაქვს, გენიალური, რომელიც რა ვიცი, რომს დაამშვენებდა და ნებისმიერ უდიდეს ქალაქს რაჭაში ნიკორწმინდა რო დაგავიწყება ნიკორწმინდა იქ დავიწყე მოღვაწეობა ბარაკონი ნიკორწმინდა მოკლედ და არანაკლებ პატრიარქის ძალისხმევით თანამედროვე ტაძრები აშენდა რაღაცა ფანტასტიკური ეს არის მახათას მთაზე სამების ტაძარი ეს არის ბოდბეში რასაოცარი ტაძარი აშენდა და ასე შემდეგ ფერიის ტაძარი და ასე შემდეგ სულ პატრიარქის ლოცვატოები პატრიარქის ძალისხმევით აი მოფინა მთელი ტაძრები მთელ საქართველოში თან ისეთი რომ ნუ ეს თანამედროვე დარიალის ხეობაზე და იმებზე საზღვრებზე რომ იმას ქნა რა უდიდესი და მამა ყველაზე მაგარი რა არის ძალიან ადარდებდა ხოლმე ხა მე ჩემი და თითქმის ყველა გადაცემაში ვითვალისწინებ რაც პატრიარქისაც მნიშვნელოვანი იყო ძალიან მაგრა ადარდებდა პატიმრები მაგრამ პატიმრების იქით კიდე ადარდებდა ემიგრანტები მამო და ყველა ემიგრანტს მამო აქედან გააყოლა მღვდელი ზოგ ქვეყანას მამო ელჩი არ ყავს და ჩვენ მღვდლები გვყავს წარმოიდგინეთ თითქმის ყველგან არის ქართული წირვა ლოცვა იტალიიდან მოყოლებული ესპანეთში იმაში წარმოიდგინეთ მამო ყველას გააყოლა ვინაიდან ხა სად ქონდა ჯერ საშუალება ამხელა ხო წარმოიდგინეთ ჩვენ საპატრიარქოს კი სოფლიო საპატრიარქოს არ ყავს მე მგონი ამდენი მღვდელი გაგზავნილი უცხოეთში ხო წარმოიდგინეთ მამო ელჩები არ ყავთ ბევრს გაგზავნილი ბევრ ქვეყანას და ყველა ემიგრანტი აი სადაც რომ ქართველ მამაოს დაინახავთ ხო არის პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და იმ ძალისხმევით გამოგზავნილი მაგრამ ისევ თქვენ არ დაეტოვეთ ესე რაღაცნაირად და როგორ იმასგან და იმაში მამო საპატიმროებში 4 შაბათ და პარასკევს სამარხო საჭმელს პატრიარქი აგზავნის პატიმრებისთვის წარმოიდგინეთ რა საოცრებაა რა გამახსენდა გიორგი ერთხელ რაღაც საქმე მქონდა შორენასთან და შორენა მითხრა რომ მე ძალიან მეჩქარებაო იმ არამიანის საავადმყოფოშიო და იქ და მე ვთხარ მე წაგიყვან და რაღაც გზაში ვილაპარაკოთ და წავიყვან რომ მქონდა ვისაუბრეთ ნუ მე ჩემი საკითხზე ვესაუბრე და მე ისე უბრალოდ რა მოვიკითხე პატრიარქი ხო კარგათა როგორ არის ცოტა ძველი წლები იყო და ძველი რა არ ვიცი ხა რამდენი წელი 15 იყო 20 წლის ალბათ და რაღაცა და მითხრა რომ პატრიარქი ძალიან კარგათაო მაგრამო ხანდახანო ესე იგი ტირისო იმ საკითხზეო ემიგრანტობაზე გამახსენდა შენ რო თქვი ემიგრანტები რომ ამდენი ხალხი რო არისო წასულიო იქ და კიდე უფრო მეტათო აი ცრემლს ღრისო და ტირისო კიდე იმაზე წუხსო რომ იქ ქართველები ახალი გააჩენილი ბავშვები ივიწყებენო ქართულ ენასო რა აი ამაზე ნუ რა თქმა უნდა პატრიარქი ტირო და ცრემლებით თურმე რა და კაი გამახსენდა ესე იგი გიორგი ჩვენ უნდა მოიხსენიოთ ეს ხალხი შორენაზე გამახსენდა რა ვინც პატრიარქს გვერდზე აბა რა მთელი ცხოვრება შეწირეს მამო ეხლა შორენა რატო არიცი აი უმადურები ვიქნებით რომ არ გავიხსენოთ რატო იმიტომ რომ პატრიარქმა შორენა მიიღო როგორც შვილი საპატრიარქოში იყო მამა მისი და ბოლოს ისე მოეწყო განსაკუთრებით ბოლო წლებში რომ შორენა იყო დედა პატრიარქის აი სუბთ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით
რა. აი დედობა რო გაწია შორენა, ამიტომ შორენა უდიდესი პიროვნება, უდიდესი ქალია. ქართველი ქალი საერთოდ ძალიან ძლიერია და ძალიან ნიჭიერია და ასე შემდეგ და აი შორენა არის ამის ერთ-ერთი ძალიან ბევრი ცუც არის და мамო. აი აქამდე ბევრჯერ მოკლავდნენ პატრიარქს რომ არ ყოფილიყო რა. აი ფიქრობ ძალიან დიდი ღვაწლი. მე ზუსტად ეგ ფიქრი მაქვს რომ როგორც დედა ისე იყო გადაფარებული პატრიარქზე და ამიტომ იგივე დოკი დედა და რავი ძალიან ბევრი ადამიანი ესეც მე და ესე იგი რა ქვია გაგაუსელი მონაზვნები დოკი და სასწაული ხალხი რომლებმაც პატრიარქს მიუძღნეს ცხოვრება. დოკი ეხლაც ხო არის? ხო, კი, ეხლაც არის, კი. ყველა ალექსანდრა. მამა როგორ შეიძლება არ გავიხსენოთ? დედა ბარბარე. ნუ დედა ბარბარე როგორ შეიძლება არ გავიხსენოთ? არქიმანდრიტი ელისე, სიხარულიც. ხო, წარმოიდგინე პატრიარქის გვერდით ყოფნი პატრიარქის ფარი და მახვილი, დაცვა რო იტყვია რა. მამა ელისე, ესე იგი არქიმანდრიტი, მამა რევას სიხარულზეა ლაპარაკი ერობაში და ესე იგი ეხლა არქიმანდრიტი ბერიშვილი აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, პატრიარქის გვერდით იდგა, მამა ტარიელის სიკინჭელაშვილი უნდა გავიხსენოთ. აუცილებლად ძალიან ბევრი და შენ პატრიარქს როგორ უყვარდი შენ და როგორ უყვარს ჩემთვის ავიც ჩემთვის ყველაფერი იყო და რა და ძალიან ბევრი გამომჩა რა თქმა უნდა ძალიან ბევრი მეუფე დანიელი რომელიც ნუ ზედამთვარი ამოდიოდა პატრიარქზე და მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ორმა ადამიანმა პატრიარქის ლოცვა-კურთხევა რადონეზე შეასრულეს 40 ჯერ იყვნენ ნინოს გზაზე გესმის შენ ეს პატარა გზა კი არა 40 წელი ფარავნი წარმოიდგინე ფეხით რამდენია 350 კილომეტრი ხო ფეხით ხო ფეხით ამ რევთან ერთად სასულო პირებთან ერთად აი ეს აგერ წინა წლებშიც განამარტო ახალგაზრდობაში ბოლოს აი წინა წლებში იყო ეს ბოლო გასვლები და აუცილებლად მეუფე დანიელი და მეუფე ნიკოლოზი აუცილებლად უნდა მოიხსენიოთ ძმები უნდა მოიხსენიოთ აუცილებლად ისენი რა ქვია მამა დავით ჯინჭარაულები ხო მამა დავითი განსაკუთრებით და რა ვიცი ბევრი გამომრჩა სხვადასხვა თქვენს მერე მყავს ძალიან საინტერესო ისტორიები აქვს ხოლმე მამა გიორგი ჩაჩავა და ისიც სულ ბავშვობიდან ესე მსახურობდა პატრიარქთან და მამა გიორგი სასწაული პიროვნება სასწაული ინტელექტი სასწაული ნიჭიერი სასწაული არტისტული ტიპი მონაცემები ძალიან მიყვარს ძალიან მაგარი კაცი ხო და თან მაო ჩაძიება იცხო ის რაღაც სიპოვის სულ შეიმჩნევა მეც მაქვს წანაკითხი მაგრამ უცოტა რაღაცა სიპოვის ხოლმე ისე და საათ პოულობს ხოლმე და სხვათა შორის ახლა ამის მერე აუცილებლად გვეყოლება კიდე 1 საათი და მადლობა მამაო ყველა იმ ადამიანს ვინც ესე გვითმობს რაღაცნაირად აი პატრიარქს რო ეხება და რაღაცას უყოვითთვის სამწუხაროდ ჩვენ და მამაო 6 წუთი დარჩა იცით გაგვექცათ რომ მამაო ეს 1 საათი პატრიარქის ლაპარაკი დაუსრულებლად შეიძლება რა ვიცი აბა კიდე რა შეიძლება გავუსწრებო მამა აი თუ შეიძლება რომ აი ამ ბოლო კვირასთან დაკავშირებით მამა მაშინ ერთ-ორ კითხვას დაგისვამთ ისეც რომ აი ხა რაღაცნაირად დამძიმებული აი ხვალე მაგალითად მამა დიდ ხუჩაბათთან დაკავშირებით კითხავთ რომ აუცილებელი რატო არის რომ იყვნენ ადამიანები იმიტომ რომ ხშირად პატრიარქმა იცოდა სხვათა შორის ვინც მიდიოდა დიდ ხუჩაბათს უზიარებას არავის არ ტოვებდა და რატო არის ესე აი ესე რატო უყვარდა მამაო აი ხალხი ესე დანდობა რატო უყვარდა თან კიდე ისეთ ვიღაცებს აზიარებდა ხოლმე უცბად აი დიდი ხუჩაბათია და ყველა დღეს უნდა ეზიარებდა რატო არის მამაო დაშვებული თუ შეიძლება რომ აი მაინც ხვალ მინდა რომ ძალიან ბევრი ხალხი ეზიარებს რა ნუ ხუჩაბათს იმიტომ რომ ამ დღეს დაადგინა ზიარება მაცხოვარმა და ამიტომ დიდი ხუჩაბათს ყველა ქრისტიანი ცდილობს თუ შეიძლება რომ თუ მოუხერხდება რომ წირვას დაესწროს და ეზიაროს რა თქმა უნდა აი ამიტომ რაც შეეხება კიდე აღდგომა დღეს ეს არის იოანე ოქროპირის პირდაპირ განჩინებასავე სიტყვა რომელსაც აუცილებლად ცისკარში წერია რომ აღდგომის ლიტურგიის დროს ჩვენ უნდა წავიკითხოთ იოანე ოქროპირის სიტყვა და ის იდეაა გამჟღავნებული და პატრიარქი ზუსტად ამ იდეაზე დაფუძნებით ამიტომ აკეთებდა ამას იქ ესეთი იდეაა გამჟღავნებული რომ ვინც ხართ მოსული მშიერი არავინ წარხვიდეთ ამ ნადიმზეო ლაპარაკია ზიარებაზე უზიარებელი არავინ არ წარხვიდეთო იოანე ოქროპირი ამბობს ნუ ვინ წავას მშიერი ოღონ განმარტება ესეთია
წმინდა მამების მიერ განმარტება ესეთია, რომ იქ ეხლა ჩვენ თუ იმრუშებს ადამიანი ხო თქვაც ხო 3 თვე უზიარებელს ამყოფებთ კიდე რაღაც ცოდვაზე 1 თვე უზიარებელს ანუ დიდ ცოდვებზე რაღაცა უცებ ვერ ვაზიარებთ ხო მაგრამ თუ შენ ამ დროს ხარ აღდგომის სიხაროს თუ იზიარებ და იმ გადაწყვეტილებას მიიღებ რომ შენ ამ ცოდვებს აღარ ჩაიდენ შეგიძლია რომ ეზიარო აი რასაც წაული ეს რამ ხელამადლია და ამიტომ მოუწოდებდა პატრიარქისგან მომისმენია მე ეს სიტყვები რომ უზიარებელიო არავინ არ წახვიდეთო თქვენო გადაწყვიტეთო თუ რამე პრობლემა გაქვთო რომ ეს ცოდვა მოიშოროთ აღარ გააკეთოთ და ეზიარეთ და ისე წადითო ეს აღდგომა დღეს და იგივე ნუ დიდ უჩაბაცაც ესე ხდება და მე თვითონ მაგ მოსვენილი პატრიარქი ამას რო ამბობდა რომ ნუ რამინ წახვალთ როგორც ოქროპირი რო ამბობთ ნუ რვინ გავალს მშიერიო რა ანუ ზიარებაზია ეს აქ ნათქვა ო სასწაული დღეებია სასწაული დიდი ხუთშაბათი ამით გამორჩეული რა თქმა უნდა რომ მაცხოვარმა ზიარება დააწესა დიდი პარასკევი იმით რომ კაცობრიობის გამოხსნა პარასკევს მოხდა ამ დღეს მოხდა ჯვარცმით მოხდა და სიკვდილი დაიდგუნა ხო ისე სიკვდილის დამდგუნელი და მე ნუ აღდგომის დღესასწაული რა წვერვალი და ყველაფერი ეს სხვათა შორის მე რა მახარებს იცი ადრე მithქვამს ახლა განმეორდები მუშაობ აი ამ კუთხით ბიბლიაზე რა საქართველოს და ბიბლია და რამდენ ადგილზე პირდაპირ ძველ აღთქმაში განსაკუთრებით ამჩნევ რომ აქ ლაპარაკია საქართველოს მაგალითად პირველი აღთქმა რომელიც მოეცა ღმერთმა მისცა კაცობრიობას ესე იგი დაბადების მესამე თავის მე-15 მუხლში პირდაპირ წერია ეშმაკსეუნება ბოროტზალას ღმერთი რომ დედაკაცის ნაშობი შენ დაგრდგუნავს და დაგამარცხებსო და აქ ლაპარაკია ღვთისმშობელზე ლაპარაკია საქართველოსზე ღვთისმშობელი საქართველოს განუყოფელია ლაპარაკია ქრისტეზე ლაპარაკია ჯვარცმაზე და ლაპარაკია უკვე აღდგომაზე აი ამ ერთ იმაში წინადადებაში ერთ ამ ესე იგი კაცობრიობისადმი მიცემულ აღთქმაში რამდენი რამე ჩანს აღდგომა ჯვარცმა ღვთისმშობელი მისი ნაშობი იესო ქრისტე ნუ ღმერთკაცი ესე იგი ნუ რაღაც სასწაულია და ასე შემდეგ რომ მიუყვები ხოლმე იქ სადაც მეფეებზე მეფეთა წიგნი ნეშთა წიგნი სულ საქართველოს გახსენდება იმიტომ რომ ბაგრატიონები არიან დავით მეფე და სოლომონ მეფის ესე იგი შთამომავლები რა ვიცი რას არ გაიხსენ ღვთისმშობლის სიმბოლოები რაც კი იქა მაყლოვანი ბუჩქი ყველაფერი საქართველოსია და უფლის კვართი ძალიან დიდი მადლობა მამო ბოდიში დედაქეთევანი კიდე მინდა რომ მართლა აი ცხეთის დედაქეთევანი რომელიც მართლა პატრიარქმა გაზარდა რასაც ქვია და ერთად გაიზარდა მაგასაც აი მაქედან წეღარ რო ახსენეთ სახელები ხო და გამომჩება მეთქი ხო თქვი და აია რომ დაამატენ ამდვილად დედაქეთევანი შესაძლებია როდის მახსოვს მე დედაქეთევანი და როცა პატრიარქი ჩვენთან მოდიოდა რა მოწიწეთ რა სიყვარულით დაუჩოქებდა ხოლმე და თაყვანსცემდა პატრიარქს ხოლმე. ძალიან დიდი მადლობა იმ ყველაფრისათვის. პატიმრებს მოვიკითხა, მამო, განსაკუთრებით კიდევ ერთხელ, იმიტომ ძალიან ბევრი თქვენი მრევლიც ისიც აი ძალიან ბევრი ხალხი კითხულობთ, მამო, თქვენ და ყველას აი აქედან ბედნიერ აღდგომას გისურვებთ. ძალიან გვიყვარხართ და ძალიან კაი ინფორმაცია მომცეს დღეს. სახელმწიფომ რო არ თქვა არ შემიძლია, იმიტომ რომ ყველა კაი საქმე არის, აი აუცილებლად დღეს ხაზგასასმელი გამოყო ვერთფრენი, რომლითაც ჩვენი სასულიერო პირი რამოდენიმე წავა ისრაელში და ცეცხლს ჩამოიტანს, თუმცა სამწუხაროდ იქ ხო იცით გადასვლის უფლებას და იმას არ აძლევენ, აი როგორც კოვიდის დროს იყო რა, მაგრამ წავლენ და პირადად გამოუყო თურმე და მადლობა ძალიან დიდი აი ამისათვის, იმიტომ რომ ჩვენო საშუალება არ ქონდა ამისიო, ძალიან ძვირიჭდება თურმე და პირადად გამოიყო პრემიერის თვითმფრინავი გამოიყო და მადლობა ძალიან დიდი და ყველას მოვიკითხავ, ყველა იმ პატიმარს ვინც ხართ განსაცდელში არ ინერვიულოთ, აი როგორც აღდგომა ხო ისე გაგითენდებათ თქვენ და აუცილებლად მოხვალთ გარეთ და ბედნიერებას გისურვებთ მამა ალექსანდრე დალოცეთ თუ შეიძლება ყველა და დრო იწურება სამწუხაროდ დალოცოს ღმერთმა ყველა ემიგრაციაში მყოფები რომ ძალიან გული შეგტკივა შენ პატიმრები ასევე ძალიან გული შეგტკივა შენ და აი ესე
გავაგრძელოთ ცხოვრება როგორც პატრიარქმა გვიანდერძა სიყვარული ერთმანეთისადმი დაგლოცოთ და გაგახაროთ ერთმანეთს. ხო, მამა, ვიცით რატო უნდა გავერთიანდეთ, იცით რატო მამა? აი, ეხა იმ პატრიარქთან რომ სამძიმარზე მიდიოდნენ, იქ არავის არ ეკითხებოდა, ვინ იყო პროფესიით, ოპოზიცია, პოზიცია. ყველა ვიყავით ერთი და გეხვეწებით. აი ერთმანეთს ეს სიყვარული რაც დათესა პატრიარქმა არ მოუკლათ რა. წარმატებებს გისურვებ და დაგიბრუნდებით აუცილებლად მამა გიორგი ჩაჩაოსთან ერთად კიდე საინტერესო ეთერია მამა ალექსანდრე დიდი მადლობა რომ ჩვენ ცხოვრებაში ხართ რა ჩვენთვის ხართ აი პატრიარქმა თუ რამე დაგვიტოვა ისეთი მნიშვნელოვანი ჩემთვის აღნიშნავ რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი და დიდი მადლობა მამაო იმიტომ რომ პატრიარქი რომ არ ყოფილიყო ჩვენი პატრიარქი დღეს მამა ალექსანდრე შეიძლება მღვდელი არ ყოფილიყო და აი მადლობა მამაო იმისათვის აი 1000 ადამიანის და 1000-ობით ადამიანის სახელით გიხდი და პირადად ჩემით იმიტომ რომ აი უძვირფად თუ რამე სიმდიდრე გამაჩნია ეს თქვენ და თქვენი ოჯახი ხარ წარმატებებს გისურვებთ მამაო დიდი მადლობა და ღმერთს ვთხოვ რომ ძალიან დიდხანს სიცოცხლო და დაგიბრუნდებით არ გადართოთ აუცილებლად